ანუ, წარმოიდგინეთ ხალხი, რომლებსაც არც ქალაქები ჰქონდათ, არც ფული, დამწერლობაზე ხო ზედმეტია საუბარი. კი და იკვებებოდნენ ძირითადად იმით, რასაც ცხენი ზურგიდან მოიპოვებდნენ. ხო, აი ზუსტად ეგ. და ახლა წარმოიდგინეთ, რომ ზუსტად ამ ხალხმა სულ რაღაც რამდენიმე 10 წლეულში დააჩოქა ნახევარი მსოფლიო, წყნარი ოკეანიდან დაწყებული აღმოსავლეთ ევროპით დამთავრებული. ზუსტად. ანუ, ჩვენ ყოველთვის გვიტრიალებს თავში კლასიკური იმპერიების სურათი, ხო იცით? რომი, ან თუნდაც ბრიტანეთი თავისი უზარმაზარი რესურსებით, ეკონომიკით, მოსახლეობით, რომელიც ნელ-ნელა აფართოებს საზღვრებს, მაგრამ აქ სრულიად სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე. აბსოლუტურად ეს ნამდვილად ისტორიული ანომალია. ხო. დღეს ჩვენ შევდივართ ისტორიის ალბათ ყველაზე დაუნდობელ, მაგრამ თან ძალიან ინოვაციურ ეპოქაში. ჩვენი დღევანდელი სიღრმისეული განხილვის თემაა მონღოლთა იმპერიის აღზევება და დაცემა, ჩინგისყაენიდან ყუბლაი ყაენამდე. და ამის გასაანალიზებლად ჩვენ ვაერთიანებთ ორ ძალიან საინტერესო წყაროს. ერთის მხრივ გვაქვს Kings and Generals-ის დეტალური, სტრატეგიული და ისტორიული ანალიზები და მეორეს მხრივ TED Ed-ის საგანმანათლებლო ვიდეო, რომელიც N.P. Broadbridge-ის კვლევებს ეყრდნობა. კი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მიზანი დღეს არ არის უბრალოდ თარიღების და გეოგრაფიული სახელების ჩამოთვლა. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ შექმნა სისტემის მიერ სრულად გარიყულმა ადამიანმა კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი სახმელეთო იმპერია. და ეს არ მომხდარა მხოლოდ უხეში ძალით, რაც ხშირად გონიანთ ხოლმე. ხო, აი ზუსტად მაგაზე მინდა ვისაუბროთ. მათი რეალური იარაღი იყო რადიკალური მერიტოკრატია, ფსიქოლოგიური ტერორი და რაც თავარია, სრულყოფილი ადაპტაციის უნარი. მოდით სულ თავიდან დავიწყოთ. ვინ იყო თემუჩინი სანამ ჩინგისყაენი გახდებოდა? მე-12 საუკუნის მონღოლეთის სტეპები. ძალიან კაცრი გარემოა. კი და მისი ბავშვობა ხო რაღაც ტრაგედიების კასკადია. მამამისი ტომის ბელადი თათრემა მოწამლეს. თან მაშინ ის მხოლოდ 9 წლის იყო. წარმოგიდგენიათ, საკუთარმა ტომმა მიატოვა ისიც და მისი ოჯახიც. სიღარიბე, შიმშილი, მონობაშიც კი იყო რაღაც პერიოდი. ანუ, როგორ ახერხებს ადამიანი ამ ფსკერიდან ამოსვლას? იცი რა არის, სტეპის პოლიტიკური სტრუქტურა მაშინ იყო ძალიან ხისტი. ის მთლიანად ეფუძნებოდა არისტოკრატიას და სისხლით ნათესაობას. როცა ტომის ბელადი კვდებოდა, ძალაუფლება ავტომატურად ბავშვზე არ გადადიოდა, თუ მას არ შეეძლო კლანის დაცვა. და თემუჩინს ეს არ შეეძლო? მაშინ არა. მაგრამ ეს ტრაგედია ფაქტობრივად მისი წარმატების საძირკვალად იქცა. ამ გარიყულობამ მას დაანახა ერთი მთავარი რამ. სისხლით ნათესაობა არ ნიშნავს ერთგულებას. აი, ეგ არის საკვალზო მომენტი. განსაკუთრებით მაშინ ჩანს ეგ, როცა მის სისხლით ძმა ნაფიც ჯამუხას უპირისპირდება. კი, ჯამუხა ტრადიციული მონღოლური სისტემის სიმბოლო იყო. ის ხალხს აწინაურებდა მხოლოდ წარმომავლობის მიხედვით. თემუჩინმა კი დაინახა, რომ ეს სისტემა დამპალი იყო და რადიკალური გზა აირჩია. მან დაიწყო რიგითი ადამიანების დაწინაურება ნიჭის და ერთგულების მიხედვით. ანუ, ეს ხომ იმას გავს, თანამედროვე სამყაროში პატარა აგრესიული სტარტაპი, რომ ანგრევს საუკუნოვან კორპორაციას. სტარტაპი იმიტომ კი არ იგებს, რომ მეტი ფული აქვს. არამედ იმიტომ, რომ ნიჭიერ ხალხს ქირაოს და არა დირექტორის ნათესავებს. აბსოლუტურად ზუსტი პარალელია. თუმცა მაშინ მე-12 საუკუნეში ეს იდეა ძალიან საშიში იყო. ის ფაქტობრივად არსებული ელიტის განადგურებას ითხოვდა. ამიტომაც იყო მისი გზა ასეთი სისხლიანი, ხო? კი, მან წესი შემოიღო, რომ ომის ნადავლი სრულად ნაწილდებოდა რიგი ჯარისკაცებზე და არა მარტო დიდგვაროვნებზე. ეს იყო ტოტალური სოციალური რევოლუცია. და როდესაც 1206 წელს მან ჯამუხა დაამარცხა, ყველამ აღიარა ის ჩინგისყაენად, რაც უნივერსალურ ლიდერს ნიშნავს. აქვე ერთი დეტალი, რომელიც არ მინდა გამოგრჩეს. TED-ის წყაროში ძალიან კარგად არის ხაზგასმული მომთაბარე ქალების როლი. ეგ უმნიშვნელოვანესია და ხშირად ივიწყებენ. ხო, ანუ მონღოლური საზოგადოება არ იყო მარტო მეომარი კაცები. სანამ კაცები თვეობით ომობდნენ, ქალები მართავდნენ თელეკონომიკას, მიგრაციებს, ფარებს, ვაჭრობას. ზუსტად. ეს ნიშნავდა, რომ ჩინგისყაენის არმიას ზურგი ყოველთვის დაცული ჰქონდა. ლოჯისტიკა ქალების ხელში იყო. კი, და ლოჯისტიკის გარეშე ომს ვერ მოიგებ. მაგრამ მოდით ახლა უშუალოდ ომზეც გადავიდეთ. ანუ მათ სამხედრო მანქანაზე. ათობითი სისტემა შემოიღო, ხო?
10, 100, 1000 და 10000-იანი ტუმენი. კი, ტუმენი ერქვა 10000-იან დანაყოფს. და სასჯელი იყო უმკაცრესი, თუ ათეულიდან ერთი გაიქცეოდა, დანარჩენ 900 კლავდნენ. ეს ხო რაღაც წარმოუდგენელი სისასტიკეა, მაგრამ მარტო სისასტიკე ხო არ არის? რა იმალებოდა ამის უკან რეალურად? სოციალური ინჟინერია. ჩინგისყაენმა შეგნებულად დასშალა ტრადიციული ტომები. მან აიღო ერთი კაცი ერთი ტომიდან, მეორე მეორიდან და ერთ ათეულში ჩასვა. მან ფაქტობრივად გააქრო ტომობრივი იდენტობა. ანუ შენ აღარ იყავი შენი კლანის წევრი. ზუსტად, შენ იყავი ამ ათეულის ნაწილი. და როცა იცი, რომ თუ შენ გაიქცევი, შენს თანამებრძოლს მოკლავენ, შენი ერთგულება გადადის ამ ათეულზე და უშუალოდ ყაენზე. ძალიან ეშმაკურია. მაგრამ მარტო დისციპლინით ხო ვერ მოიგებ ასეთ ომებს. ტაქტიკა, აი ტაქტიკაზე ვგიჟდები. მოჩვენებითი უკან დახევა. ეგ სულ მიკვირს. ჯინის დინასტიის გენერალები, ან თუნდაც რუსი პრინცები, კალკასთან სულელები ხო არ იყვნენ? ეს ხომ ცნობილი ტრიუკი იყო. რატო ეგებოდნენ მახეში? იმიტომ რომ მონღოლებმა ეს სრულიად სხვა მასშტაბში აიყვანეს. ეს არ იყო 5 წუთიანი უკანდახეობა ბორცვიდან ჩამოსატყუებლად. აბა. კალკასთან გენერალებმა ჯებე და სუბუდაიმ 9 დღის განმავლობაში იხიეს უკან. მოიცა 9 დღე უკან იხევდნენ? გზა და გზა ყრიდნენ იარაღს, ტოვებდნენ ცხენებს, ქმნიდნენ სრული კატასტროფის ილუზიას. რუსმა თავადებმა მართლა დაიჯერეს, რომ მონღოლები პანიკაში გარბოდნენ. მათი ჯარი გაიწელა, დაიშალა, ფიზიკურად გამოიფიტა. და მერე მოულოდნელად შემოტრიალდნენ, ხო? ზუსტად, როცა მტერი ყველაზე მოწყვალდი იყო, მონღოლური კავალერია ტრიალდებოდა და ფლანგებიდან ანადგურებდა მათ. ეს იყო მტრის სიამაყის გამოყენება მათსავე წინააღმდეგ. ფსიქოლოგიური манипуляციის პიკია, თუმცა აქვე უნდა ვახსენოთ ალყების დროს გამოყენებული ტერორიც. მაგალითად, ცოცხალი ფარი. მშვიდობიან მოსახლეობას წინ იყენებდნენ ალყის დროს. ეს ხო უბრალოდ შემზარავია. არის, ნამდვილად, მაგრამ ტერორი მათთვის არ იყო ემოციური აქტი. ეს იყო პრაგმატული, ძალიან კარგად გამოთვლილი იარაღი საკუთარი დანაკარგების შესამცირებლად. ანუ შის იყენებდნენ იარაღად. დიახ. ულტიმატუმი მარტივი იყო. დანებდით და იცოცხლებთ, წინააღმდეგობას გაწევთ და განადგურდებით. ლოჯისტიკურად შეუძლებელი იყო ყველა ქალაქის ალყაში მოქცევა. ამიტომ ერთი ქალაქის მიწასთან გასწორებით ათობით სხვა ქალაქს აიძულებდნენ უბრძოლველად დანებებას. სწორია. და ამან მიგვიყვანა ერთ-ერთ ყველაზე აპოკალიფსურ მოვლენამდე, ხვარაზმის იმპერიის განადგურებამდე. ხშირად გვავიწყდება, რომ ჩინგისყაენს თავიდან სულაც არ უნდოდა ხვარაზმთან ომი, ვაჭრობა უნდოდა, ხომ? კი, ელჩები და ქარავანი გააგზავნა, მაგრამ შაჰმა მუხამედმა ფაქტობრივად გიჟური გადაწყვეტილება მიიღო, მონღოლი ელჩები მოკლა. ხო, ზოგს წვერი გაპარსა და ისე დააბრუნა. თემუჩინისთვის კი სტუმართმოყვარეობის და ელჩების კანონი წმიმდა იყო. პასუხად მათ გააკეთეს ის, რაც მანამდე შეუძლებლად ითვლებოდა. ყიზილყუმის უდაბნო გადალახეს, არა? 300 მილიანი უდაბნო. ეს ტრადიციული არმიისთვის პირდაპირ თვითმკვლელობაა. მაგრამ მონღოლებს არ სჭირდებოდათ მომარაგების გრძელი ხაზები. თითო ჯარისკაცს 3-4 ცხენი ჰყავდა. მოძრაობდნენ ღამით და თუ წყალი არ ქონდათ, ცხენის სისხლს სვამდნენ, ხო? მახსოვს ეგ დეტალი. კი, ვენიდან სისხლს უშვებდნენ. ასე გადალახეს უდაბნო და ხვარაზმს ზურგიდან დაარტყეს. ხოლო იმ გუბერნატორს, ვინც ელჩები დახოცა, წყაროების მიხედვით თვალებში და ყურებში გამდნარი ვერცხლი ჩაასხეს. ვაუ, ანუ მკაფიო გზავნილი იყო. სიტყვას გატეხავთ და განადგურდებით. მაგრამ აი აქ არის ერთი დიდი პარადოქსი. ერთის მხრივ ხედავთ გამდნარ ვერცხლს და განადგურებულ ქალაქებს და მეორეს მხრივ ამის მერე იწყება ფაქს მონგოლიკა, ანუ მონღოლური მშვიდობა. დიახ, ეს ძალიან საინტერესო კონტრასტია. ხო, ანუ ისინი ინდობენ ინჟინერებს, ექიმებს, ხელოვნებს, აღადგენენ აბრეშუმის გზას, ქმნიან საფოსტო სისტემას. როგორ თავსდება ეს ორი რამ? ფაქტობრივად გამოდის, რომ ყველაზე სასტიკი ეკონომიკური გლობალიზაცია შექმნეს. ეს პარადოქსულად ჩანს ჩვენი გადმოსახედიდან. მათთვის ტერორი იყო უსაფრთხოების გარანტია. როცა შიში ყველას პარალიზებას ახდენდა, გზებზე ყაჩაღობა ქრებოდა. ვაჭარს შეეძლო იტალიიდან ჩინეთამდე ოქროთი სავსე ჩანთით ისე ევლო,
რომ თმა არ ჩამოვარდნოდა თავიდან. ზუსტად. მათ ესმოდათ, რომ ეკონომიკას ტექნოლოგიების გაცვლა სჭირდებოდა. ჩინელი ინჟინერები მუშაობდნენ სპარსეთში, სპარსელები ჩინეთში და არ დაგვავიწყდეს რელიგიური ტოლერანტობაც. ხო, TED-ის ვიდეოში კარგად იყო ეგახსნილი. შამანისტები იყვნენ, მაგრამ სხვებს არ ზღუდავდნენ. დიახ, მათ სწამდათ თენგერის, ცის ღმერთის, რომელმაც მათ სამყაროს მართვის მანდატი მისცა. არ აინტერესებდათ, შენ ქრისტიანი იყავი თუ მუსლიმი. მთავარია მათი ძალაუფლება გეღიარებინა. ანუ შენი რელიგია, შენი საქმეა, მაგრამ შენი გადასახადები ჩვენი. ძალიან პრაგმატულია. მაგრამ ხომ იცით, ყოველი უძლეველი ძალა რაღაც მომენტში იმსხვრევა. და მონღოლები გარემტერს არ გაუჩერებია, მაგალითად, ავიღოთ 1251 წლის ევროპის კამპანია. ეგ ძალიან კრიტიკული მომენტი იყო ისტორიაში. სუბუდაიმ და ბათუყაენმა ორ დღეში გაანადგურეს პოლონეთი და უნგრეთი. ევროპა ფაქტობრივად დაუცველი იყო, მაგრამ უცებ უკან გაბრუნდნენ. რატომ? სისტემური ხარვეზის გამო. უგედეი ყაენი გარდაიცვალა და მონღოლური კანონის იასას მიხედვით, ყველა პრინცი უნდა დაბრუნებულიყო მონღოლეთში კურულტაიზე ახალი ყაენის ასარჩევად. ანუ ამ პოლიტიკურმა წესმა იხსნა ევროპა. დიახ, ევროპა მართლა გადარჩა. მერე უკვე ვხედავთ 1258 წელს ხულაგუს მიერ ბაღდადის აღებას, რაც ისლამური ოქროს ხანის დასასრული იყო, მაგრამ აქვე მოდის პირველი დიდი მარცხი აინჯალუდთან მამლუკებისგან. ეს როგორ მოხდა? მანამდე ხო ვერავინ აჩერებდათ? მამლუკები ეგვიპტეში ძირითადად ყივჩაღი მონები იყვნენ. ანუ თავადაც სტეპებიდან მოდიოდნენ და მონღოლური ტაქტიკას კარგად იცნობდნენ. მათ ზუსტად იგივე მოჩვენებითი უკან დახევა გამოიყენეს მონღოლების წინააღმდეგ. მათსავე ენაზე დაელაპარაკნენ. კი, თან უხლაგუს მთავარი არმია უკან ხავდა გაყვანილი მორიგი ყაენის სიკვდილის გამო, ასე რომ მამლუქებმა გაიმარჯვეს. თუმცა ნამდვილად პრობლემა მემკვიდრეობის წესის არარსებობა იყო, იმპერია 4 ნაწილად დაიშალა. ოქროს ურდო, ილხანატი, ჩაგატაი და იუანის დინასტია. და აი აქ მივადეკით ყველაზე საინტერესო ტრანსფორმაციას ყუბლაი ყაენს, ჩინეთში. ის ხვდება, რომ ცხენიდან იმპერიის მართვა შეუძლებელია და რაქნა. ფიზიკურადაც და კულტურულადაც ჩინელი გახდა. ეს იყო ყუბლაის გენია. ინტელექტუალური ელასტიურობა. მან დედაქალაქი პეკინში გადაიტანა, ქაღალდის ფული შემოიღო ვერცხლით გამყარებული თან და 20,000 სკოლა ააშენა. და სამხედრო კუთხითაც. სუნგის დინასტიას ვერ ამარცხებდა სამხრეთში მარტო კავალერიით. სიანგიანგის ციხე აუღებელი იყო. ამიტომ ყუბლაი მოიწვია მუსლიმი ინჟინერები ახლო აღმოსავლეთიდან. აი ეგ არის, უცებ შემოყავს სხვა ერის გამოცდილება. კი, მათ ააგეს გიგანტური ტრებუშეტები და უბრალოდ დაფშვნეს კედლები. მაგრამ სიანგიანგი არაფერია იმასთან შედარებით, რაც წყალზე მოხდა. მე სულ ასეთ ანალოგიას ვაკეთებ ხოლმე. წარმოიდგინეთ, კოსმოსური კომპანია, რომელიც უცებ გადაწყვეტს, რომ ოკეანის ფსკერზე უნდა ჩავიდეს. და არა მარტო ჩადის, ყველა საზღვაო კომპანიას ანადგურებს. კი, ეგ ძალიან ზუსტი შედარებაა. ხალხმა, ვისაც წყალი მარტო დასალევად ჰქონდა ნანახი, 5,000-იანი გემების ფლოტი შექმნა. ჩინელი და კორელი მეზღვაურების დახმარებით იამენის საზღვაო ბრძოლა მოიგეს. ეს როგორ? ეს პრაგმატიზმის პიკია. სუნგის დინასტიამ გემები ჯაჭვებით გადააბა ერთმანეთს. მცურავი ციხესიმაგრე შექმნეს. ფიქრობდნენ, მონღოლების ზღვაზე მანევრს ვერ შეძლებენო. მონღოლებმა კი ცეცხლოვანი გემები გამოიყენეს და 4-ვე მხრიდან შეუტიეს. მათ არ აინტერესებდათ, რომ საზღვაო ბრძოლა მათი ტრადიცია არ იყო. ამოცანა უნდა შეესრულებინათ. ნებისმიერი მეთოდით. მოდით შევაჯამოთ. ის, რაც დღეს განვიხილეთ, გვაჩვენებს, რომ მონგოლთა საიდუმლო მარტო სისხლისღვრა არ ყოფილა. ეს იყო რადიკალური ადაპტაცია, მერიტოკრატია და ღია გონება. ისინი ისრუტავდნენ ინფორმაციას დამარცხებულებისგან. ნამდვილად, ისტორიაში იმარჯვებს არა ყველაზე ძლიერი, არამედ ის, ვინც ყველაზე უკეთ ერგება გარემოს. თუმცა, საუბრის ბოლოს მინდა ერთი საფიქრალი დაგიტოვოთ. ჩვენ ნახეთ, რომ მათი უდიდესი იარაღი ადაპტაციის უნარი იყო, მაგრამ დაფიქრდით, სწორედ ამან გამოიწვია მათი უნიკალური იდენტობის გაქრობა. ყუბლაი ჩინელი იმპერატორი გახდა, ილხანატში გამუსლიმდნენ და სპარსულ კულტურაში გაითქვიფნენ, ოქროს ურდო თურქულ-სლავურ სამყაროში აირია. რა ხდება მაშინ, როდესაც შენი წარმატების მთავარი იარაღი სხვებზე მორგების უნარი შენვე გცვლის იმდენად, რომ თავდაპირველ შენგან აღარაფერი რჩება. იგებს სამყაროს, მაგრამ კარგავს საკუთარ თავს. იფიქრეთ ამაზე, როდესაც შემდეგ ჯერზე ახალ გარემოს შეეჭიდებით.
დიდი მადლობა რომ გვისმენდით დღევანდელ განხილვაში, შევხვდებით შემდეგ ჯერზე.